რა ბიზნესი აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსსა და მის ოჯახს უფლებადამცველთა გაერთიანება სახელმწიფოს ლაშა თორდიასა და მისი მამის ვახტანგ თორდიას საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს. ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, სწორედ თორდიებს აქვთ წილები იმ კომპანიებში, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მრავალმილიონიან დაკვეთებს ასრულებდნენ. უფლებადამცველის განცხადებით, აუდიტის სამსახური წლების განმავლობაში არ დაინტერესებულა, რამდენად კანონიერად და მიზნობრივად იხარჯებოდა თანხები ამ კომპანიების მხრიდან. უფლებადამცველთა გაერთიანება ამ საქმით დაინტერესებისკენ პროკურატურას მოუწოდებს. თერმა, დელტა, ენერჯი სერვისი, თამკერა, თბილავი ამშენი. ეს არის ყოფილი 31 ქარხნის ბაზაზე წარმოქმნილი კომპანიები, რომლებიც მრავალმილიონიან შეკვეთებს ღებულობდნენ თავდაცვის სამინისტროდან. და სწორედ აი აქ იყო ჩართული ლაშა თორდიას მამა ვახტანგ სალდაციძე თორდია და დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ხდებოდა თანხების სხვადასხვა კუთხით არამიზნობრივი ხარჯვა.